პირველად 32 წლის ასაკში მივხვდი ჩაკაფული როგორ უნდა ჭამოკაცმა. 32 ხარ ხა? ხო. აიყო. არა, 33 მე. ხო, ნუ ძალიფეხი 33-ში მაქვს. ეხლა როგორ მივხვდი რომ ჩაკაფული? აქამდე ხვდებოდა ხოლმე ჩაკაფული სულ ფრაზა სულ თებშზე ვიღებდი ეს ჩვეულებრივ თებშზე. ეხლა ვჭამე ღრმა თებშით. ხო, ანუ წვნიანი ეს დავხვრიპე. ხო, აბა. და საერთოდ სხვა. არა, ისე მქონდა ეგეთ თებშზე. ხო, ბიჭო, მე ვაფშე სხვა. ხშირად ჩემთვის ხშირად გადმოუღიათ ჩაკაფული, სტუმრად როცა ყოფილა ეგეთ თებშზე. არა და ჩაკაფული მაჭამო ღრმა თებშზე. ხო, მაგრამ სუფრაზე თუ ხარ ღრმა თებშით ხარ ზიხარ და ამიტომ თებზე ეგრეა ხოლმე და სახში ხო ის ღრმა თებზე ვჭამ. სადა არ მეგონა მაგ ხელა სხვაობა თუ იქნებოდა. იმიტომ რომ ჩაკაფული გადიოდა ჩემთვის ნახევრად წვნიანებში რა. აი ოსტრი როგორც არის, ხო, ოსტრი ბონწვნიანი ხო არ არის? ჩიხირთმა ხო არ არის? ჩაკაფული გან ტოპ. ძალიან გემრიელი. ხო, იმიტომ რომ ღრმა თებშებზე რო არ ჭამ და ტრელ თებშზე რო ჭამ, მაზავ ძალიან ბევრ რაღაცას. ვისი ჭამე შენ? ბატკნის. მაინც ბატკნის მივირთვი და ძალიან გემრიელი იყო. მე ადრეს ხო თქვით რომ მე ბატკნის ხორცი მე ვასება. ტყემალითან არ არის ჯერ შემოსული ახალი ტყემალი, შენ რო ძალიან გიყვარს. და ბიჭო ჩაკაფული მაიონეზით გირჩევნია თუ? ესენა პოზა. სხვათა შორის მაიონეზი. ჩაკაფული არის მაიონეზით ძალიან კაი. კვერცხი უნდა გავუკეთო იმაში რა ქვია. ბიჭო რატო? ძალიან ნუ გამიტრაკებთ ხა მაგ მაიონეზს. მე ადგება მაიონეზი რომელიმე დიდი. და ჩემ შემოთავაზებს რეკლამაში გადაღებას და მე უარსობ. ბიჭო არა მაიონეზი მარტო ახალ კარტოფილთან. აი, კავა მარტყოფის ბაზარში გნახეო, კი ბატონო, ნახავდი. დავჭამ საერთოდ სხვასთან. მოვიბაზრიანე იქ, ვიყიდე რაღაცები. მარტყოფის ბაზარი სადაა? მარტყოფის ფალიაშვილს რო გაცდები დარიალს. მარტყოფის ბაზარი აი, რა შეინტერესებს? რა სად არის მარტყოფი? და მაინტერესა შეჩემან. მარტყოფში. მარტყოფში იქნება ხო, მივხვდი. ცივი როა მაგიტო რა. ცივი რო ალბათ მაგიტო რა, ცივად ჭამ. ორი დღე სხვა გავიგე მაგრამ ხო მაიონეზი კეთდება კარგი მაქედან მაკვერცხისგან წვანებული ბიჭო ნახე მე მაიონეზი არ მიყვარს არა ნახე მე უბრალოდ გუშინ თუ გუშინ წინ ამშულმა კარტოფილი შევწვი მაიონეზი ვიყიდე და მაიონეზი შევჭამე ახალი კარტოფილი არა ძველი ძველიც უკვე ძველიც კი იცი რატო? იმიტომ ტყემალი არ იყიდება კაცი. შენ ჯინაზე. არა, მარტო ტყემალი მართლა არ იყიდება კაცი. ჩემ ჯინაზე აუ. აბა შემეცი ჩეჩემა არ მიყვარს ეს მაიონეზი ესე ძალიან. კახალ კარტოფილთან ერთად ჭამ მარტო გამიტრაკეთ საქმედო. შემაზუშ გინდა ვერ შემაზიზღებ. ახალ კარტოფილთან ერთად მაინც მაგას შევჭამ. ყალეზე მიდია. მაინც მაიონეზთან ერთად შევჭამ ახალ კარტოფილს. შემდეგ წელსაც და იმის შემდეგ წელსაც. აუ როგორ מחატია იცი აი. აბა შემეცი ჩეჩემა მაიონეზი რა გამიტრაკეთ. ეგონება ის იყო, მაგრამ მაიონეზი მასკოტი იყო. ყალეზე მიდია. შევეცი მაიონეზი. მე მგონია რომ მაიონეზის კომპანიებმა ეხა უნდა მიიწვიონ დატო და ესე კარტოფილი დაუდონ. დავაჯბეინე ყველას. კარტოფილი დაუდონ და სლობოდა იქნება ეს რაღაცა კალვე და რაღაცა მაიონეზებში უნდა იყოს შეჯიბრი, იმიტომ რომ ხა ტყემალი ისედაც გამორიცხულია უკვე. 5 მაიონეზიდან რომელი მოეწონება დატოს? შეკვერცხო შენ. და მე კვერცხი როგორ მოხდა მაიონეზი. ტყემლის იმება უნდა მითხრან რომ აბა რომელი ტყემალი აჯობებს ახალ კარტოფილთან. არა, კაცო, ახალ კარტოფილთან შენთვის ფავორიტი არის მაიონეზი. ხო, ტყემალმა. არა, ტყემალს უნდა აჯობოს. ტყემალმა სხვა ყველაფერში, ნახე. პურთან ერთად უპუროთ ხელზე დასხმული. და ბელ მუღამი ეგაა რომ ახალ კარტოფილთან ერთად უნდა აჯობოს, თორე ისე გასაგებია რომ ის. ახალ კარტოფილთან ვერ აჯობებს, კაცო, შენ ის გირჩევნია ახლა. იქნება ისე ტყემალია რომ. არა, მე აბსოლუტურად მოყვები კაცო იმაში, რომ ის ინტენსიურია ძალიან და ფარავს რაღაც პონჩი. თუმცა ეხლა ჩვენ რა ტყემალის კარტოფილის მოგვიტანეს, იმას ინტენსივობა აკლდა. ხო და ნახე რატო ჭამე? თუ ჯერ არის კარგად შემოსული. ძველ კარტოფილთან ერთად მაიონეზით. ანუ ჭამე ესე იგი. მართლა ჭამე, რატო იცი? გითხრა რატო? გითხრა რატო? მართლა არა. წინა დღეს ჭამე ახალი კარტოფილი და მაიონეზი არ იყო. და ტყემლის მომიწია ჭამა. და დააბალანსე? ხო, არ გამისწორდა რა. ანუ ბიჭო ძალიან აი მაიონეზი ძველი კარტოფილი და კეჩუპს არურებ ხოლმე რომ ერთად. აუ ბიჭო, რამანებე თავი. კეჩუპი მაიონეზი და ანუ ძველ კარტოფილი, ეხა მოიცა. ეხა ნუ უარყოფ ძველ კარტოფილთან არ გითქვამს ეგ. შენ თქვი რომ ძველ კარტოფილთან ტყემალი მიყვარს. მაგრამ ეთყობა ის ტყემალით რო ჭამე, ეხა უვერის ქონდა რომ აი მაიონეზი მომენატრავა. დავაბალანსე ის. არ ყვადებია შენ ტყემალი მართლაც.
ანუ ბიჭო ეხლა არა ძველი კარტოფილი თუ ჭამეთ იმასთანაც მაიონეზს თუ დაასხი ესე იგი მაიონეზი გიყვარს შეჭმა და არ აღიარებ და coming out-დი საბოლოო ჭამში როგორც მაიონეზის მოყვარული არა ახალი ძველ კარტოფილს მაიონეზი ახალი კარტოფილი კამა და მაიონეზი მე ძველ კარტოფილთან რატომ მოგინდა მაიონეზი იმიტომ რომ წინა დღეს ჭამ ახალი წინა დღეს სულ ტრემალთან ნაჭამ სულ ძველი კარტოფილი შენ ეგრეთ არ იყო ტრემალი ტრემალიო ბანძი ტრემალიო კაი მაშინ ხო ბანძი ტრემალი თუ იყო ხომ თუ ბანძი მაიონეზი არ არსებობს მაიონეზი ხო ტრემალი უნდა იყოს ნაფერები ბიჭო ის არის აი დღეს ჭამ მე მაგალითად კარტოფილი ტრემალი ჭამ დღეს აი მე წამოყვანე შეჭამ კარტოფილის გარდა არ გაკარაფერს ახსება ეხა კარტოფილი რა დღეს ჭამე ტრემალთან ერთად ნახე რომ ტრემალთან ერთად ფირმა აღარ მაქვს ქართული რო არის ქართული ღორია ძირითადად ორი დევს ხოლმე მაღაზიაში და ერთ-ერთია ამ ორიდან ხო სამნაირი აქვს ამ ტრემლები აქვს ყვითელი წითელი მწვანე და არც ერთი არ ვარგა არა ერთი წითელი კაია ო ის არის ხო ანუ როგორ არის მწვანე არის ცუდია იმ პონჩი რომ რატო არის ცუდი მწვანე უნდა იყოს ჩემი აზრით მწვანე ტრემალი უნდა იყოს ძალიან მაგარი თუ არ არის ხო ეს არის წითელი კაჩავს საშუალო საშუალოა და ეს არის ცხარეა ცხარე არის წითელი ტრემალი და ძალიან უხდება რა ანუ საკაიფოა მართლა წითელი ძალიან კაია მწვანე არ ვარგა და ყვითელიც ესე არის რა და ეს ძალიან კაია წითელი არა იმ დღეს რო გამოვიძახეთ ის მართლა კაი იყო მწვანე ტრემალები არის ხოლმე მე რაც მიჭამია რესტორნებს აქვს ხოლმე ძალიან კაი რა რაღაც რესტორნებში არის ხოლმე ძალიან კარგი ანუ გამომიძახებია რაღაც ქართული რესტორნებიდან საჭმელებია ტრემალის გამომიძახებია ძალიან მაგარი მე იმერეთში ოჯახში რომ ყოფილ ვარ სტუმრად რაღაცა სუდი ტრემალი არავის არ არის არა სახში გასაგებია მე გონი რომ სახში რესტორანში ხო საძრება გააძრო კაი ტრემალი და რესტორანში გამიძრია 1-2 რომ გამომიძახებია უეჭველი უნდა გავაკეთო ეხლა მოისხამს ჩემი უეჭველი ვაკეთებ ტრემალს უეჭველი იცი როგორ უნდა შეჭო ახლა ბეჭემა იცის და მეხმარება ეცხორ გავაკეთო და შევაჭრო გაკ ეზოში კი დეჩემს ჩვენი ეზოს იმით აკეთებ ხო მე ბიჭო ეზოს ტრემალი რო გაქვს მაგარი უკვე ზემოდან უყურებ ვიღაცებს ჩემი ეზოს ტრემალია აჰა რო გამოვუტან თელ ცხოვრება ეგ ტრემალი მქონდა ესეც მართლა თელ ცხოვრება დეჩემს გაკეთებული ტრემალი დღესაც დღემდე მაქვს დღემდე აკეთებ მაინც მაიონეზს გიჩვენია შეჭო სვატაშორის ნახე მე ბიჭო ეზოში ტრემალია და იმის ტრემალს დეჩემს ამაგ აკეთებს მართლა ხო ძალიან გემრიელი ტრემალი არის ხოლმე, იმიტომ რომ რატომა ხეც კაია. მაგრამ ომიდრის საწებელს გაკეთებს ეჩემ. ომიდრის საწებელი ძალიან კაია. ეგეთი მე არ მიჭამია არსად, მართლა. ანუ იტალიაში არ გულისხმობ ის რო ჭამეთ. მარინარას სოუსი ეკა. იმენა ომიდრის საწებელი. ძალიან გემრიელი ომიდრის საწებელი მე ძალიან. აი ნახე რაც იყიდება. ხარხნული. ხო, რა იყიდება რა ომიდრის საწებელი არა. ძალიან ცუდებია. და მაკარონის, აი უბრალოდ მოხაშული სპაგეტის ჭამა ხორციანი მოსება. არა, ცარიელი. სპაგეტი მოასხა. ჭამა რო ეს ტომატი მოვასხა, რეაჩემის გაკეთებული. აი ძალიან მაგარს აკეთებს, მაგრამ მთელი ცხოვრება ამას ჭამ, რა, 50 წელს ვარ და დღემდე აკეთებს ხოლმე რა. მაგარია. და ნუ ტრემალიც გაია ხოლმე, მართლა, აი ტრემალებია ძალიან, მაგრამ საუკეთესო ტრემალი რაც მიჭამიაო, ვერ ვიტყვი ხა რა, მიუხედავად რომ კარგ ტრემალს აკეთებს რეაჩემი. საუკეთესო ტრემალი შეიძლება ყოფილიყო რაღაცა მწვანე სამე რესტორანში მეჭამა, მაგრამ ეს პომიდრის საწებელი რაც აკეთებს, იმენა ტოპა, საუკეთესო. მართლა. და მე ერთხელ თუ ვინა იმას ვიტყვი, ცოტა სამოგიღებ. ცოტას ეს. არა, ერთ ბანკას ერთ იმას წამოვიღებ რა. წამომიღე კაცო მე გაგასიამოვნე.